თქვენს წინაშე წარსდგება წყვილი ანრის გუნდიდან. შემდეგი წყვილი იქნება დედრობითი, თუ ფიქრობთ ცოტა ამორძალურიც. დავასახელებ, ეს არის პირველი რუსკა ჟიჟიაშვილი. ბრმა კასტინგზე რუსკა ამერიკული მუსიკის კლასიკით მოვიდა. ურთულესი სიმღერის შესანიშნავი შესრულება მას ანრიმ და ნუცამ დაუფასეს. შენ დაეჯახები, თმითი ითრევ, თუ საჭირო გახდა პანგურსაც ამოარტყავ. კიდე რა შეგიძლია? ცემო? თუ დაგჭირდა, უნდა გააკეთო. გიცემია, ქალი გიცემია. არა, ნუ მოგიწევს. აბა, ადექი ელენე. ელენე ბრმა კასტინგზე მწვრთნელებმა ბევრი ანერვი უყეს. მას მხოლოდ ბოლო წამს შემოუბრუნდა ანრი, რომელიც ელენეს მომხიბლავი ხმითა და მშვენიერი გარეგნობით აღფრთოვანდა და სიხარულით გააწევრიანა თავის გუნდში. მე მიმაჩნია რომ როგორ გითხრათ მიმართულების ერთი ფაქტურის ხმები გაქვთ და ალბათ გასაკვირიც არ იქნება სიმღერა რომელიც შეგირჩიეთ ეს არის Beyoncé-ს Love on Top. ძალიან კაია. ეს სიმღერა ავირჩიე გამომდინარე თქვენი ვოკალიდან, იმიტომ რომ მაინც მიმაჩნია რომ დღევანდელი ახალგაზრდა ამ მომღერლების ფაქტურაზე ხართ აწყობილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აი ორი კატა. დაკაცრავთ ერთმანეთს. რთული სიმღერაა, ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმღერაა, რაც მე ვიცი, რადგან არის ბევრი მოდულაცია. გიჟდები Beyoncé-ზე და გამიხარდა, რომ მისი რეპერტუარიდან შეეჩა სიმღერა. მოკლედ, ჩემი გართულება პონჩიკებზე იცი? თამი. ვინც უფრო მეტ პონჩიკს მომიტანს რინგზე, იმას დავტოვე. წადი პონჩიკებზე. პონჩიკი. გავაგზავნე მას. პონჩიკზე. პონჩიკზე გავიდა. კარგი. მოიცა რა დროს ეს არის? მოიტანე. ეს დაპირებული პონჩი. ქრთამისტი. სეზონად დავკაცრავთ ერთმანეთს. შენ არ მომიტანე? ქრთამისტი, ანუ შენც ქონდა შანსი მოგეტანა ერთი პონჩიკი. შემდეგში. მე პონჩიკი თქვენ ტექსტი. ის რომ ანრიმ ელენე დამაჯახა არ ყოფილა ჩემთვის სიურპრიზი, იმიტომ რომ თითქმის მსგავსი დიაპაზონი გვაქვს. რა იყო ეს ახლა? იმან გადაწყვიტა. რუსკა ძლიერია, მაგრამ არ ვთვლი რომ ჩემზე ძლიერი. თითქმის ძალები თანაბარია. ამ მხრივ ანრიმ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ჟანრობრივად ყველაზე ახლოს ის არის ჩვენს გუნდში. წადი შენ. Nothing's perfect, but it's worth it. I have to fight it through my tears. გააგე რა პირი, უფრო გააგე. Finally you put me first. წავიდა რიტმში. Baby, it's you. You're the one. ერთ განეძეთ განან, ერთი სტილის ვოკალი აქვთ, ერთი ჟანრი იგრძნობა მათში და ამიტომ გადავწყვიტო რომ ისინი დამეწყვილებიან. თან სცენაზეც აი ორი რაღაცა კატასავით გოგო საინტერესო რინგს მომცემს. ყველაზე მომზადებული გამოდიხართ ახლა ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ გაგიმართლათ, პრინციპში ისეთი სიმღერაა, ისეთი მომღერლის, რომ უკვე ყურში ზის და იცით. ცეცხლოვანი გოგოების დუელი ვოისის რინგზე Beyoncé სიმღერით Love on Top. მას უკვე თავისი ბენდი აქვს. ღერისგან გამორჩეული ხმით იპყრობს მსმენელს რუსკა ჟიჟიაშვილი.
მის წინააღმდეგ ვოისის ყველაზე მხიარული გოგო ელენე მიქიაშვილი რინგი იწყება I can't see the stars through the rain from here. Can't you see the glow on the window pane? I can't see the sun whenever you're near. Every time you touch me, I just melt away. Everybody asking why I'm smiling up from each week. But I know nothing's perfect, but it's worth it after fighting through my tears. And finally you put me first, baby, it's you. You're the one I love, you're the one I need, you're the only one I see. Come on, baby, it's you, the one that gives you all. You're the one that can always call when I need to make everything so finally you put your love on top. Everybody asks me why I'm smiling up from ear to ear, but I know nothing's perfect, but it's worth it after fighting so much tears. Finally you put me first, baby, it's you. You're the one I love, you're the one that I only wanna see. Come on, baby, it's you. Wanna kiss you all. You're the one I can always call when I need to make everything so. Finally, you put my love on top. You're the one I love. You're the one I need. You're the only one I see. Come on, baby, it's you. You're the one that gives you all. You're the one I can always call when I need to make everything stop. So finally, you put your love on top. Baby, you're the one I love. Baby, you're the one I need. You're the only one I see. Come on, baby, it's you. You're the one that gives you all. You're the one I can always call when I need to make everything stop. So finally, you put your love on top. Finally, you put my love on top. Finally, you put your love on top. Finally, you put my love on top. Finally, you put your love on top. აი გამოვიდა ძალიან. ბრავო! ბრავო! ანრი, გილოცავთ. ბრავო. რა გოგოები არის? აჰა. მუცას ვატყობ მაყოფილებას. სახეზე გატყობ მაყოფილებას. შენ სად შევხტარ ნუცა? ადგილს ვერ პოვო. რა კარგია. რა არსებული კმაყოფილება იყო, იმიტომ რომ აი ისეთი კარგი ამინდი შემოიტანეთ ჩემს სულში, ისეთი კარგი ხასიათი გამიხსენით ჩემს წვისა და გულში, ახლა თქვენი სიმღერით. გაქვთ ორივეს აი არაჩვეულებრივი ხმა. ერთი მეორეზე უკეთეს და ძალიან უხდებით ერთმანეთს. ეს ისეთი შოუ იყო, ანრი ყოჩახ, ძალიან კარგი იყო. იყო ტოპ შესრულება, ანუ ტოპ შესრულება იყო, როგორც სიმღერას ქვია, რა თქმა უნდა, ცოტა კიდე და მე საერთოდ აქ შემოვფრინდებოდი ალბათ. ძალიან კარგი იყო. ნოდიკო, რა სიტყვით თქვენ? გოგონებო, თქვენი სიმღერა ჩემი შეყვარებულის რეპერტუარიდან. და გილოცავთ, იმიტომ რომ რინგი დაიწყო ძალიან კარგად. ჯეიზით ვიყავი არის. გილოცავთ, რა თქმა უნდა, წარმატებულ გამოსვლას, მე მგონი ქეთას სურს რომ დაამატოს. ეს სიმღერა არის ძალიან ძნელი სამღერი, იმიტომ რომ ძალიან ისეთ მომენტებში არის ფალიტეზე გადასვლა და ვოკალურად თუ არ ახარ ახლოს, აი მაღალი ხმა თუ არ გაქვს, ცოტა ძნელია. ამ შემთხვევაში ამ დუეტში უფრო სტაბილურად ორივეს მართლა კარგი მონაცემები ვიყოთ, მაგრამ სტაბილურად მომეჩვენა უფრო ელენე. თან რაღაცა ბიონსესავით დაუხვევია და გაუშლია ეს თმები. ანრი,
მომგებიანი სიმღერა შეგირჩევია ნამდვილად, იმიტომ რომ უყვარს ყველას, შეუძლებელი არ აყვე ამ სიმღერას. ნაწილი რუსკას გულშემატკივრობს, ნაწილი ელენეს ბუნებრივია. მე ბიონსეს. როგორია, ნოდიკო ბიონსეს, როგორია შენი გადაწყვეტილება? ძალიან დიდი მადლობა გოგოებო. ნამდვილად ძალიან პროფესიონალური გამოსვლა იყო, ამაყი ვარ. იცით ორივე როგორ ძალიან მიყვარხარ, ძალიან ხშირად ხმარობ სიტყვა ძალიანს, მაგრამ არ შემიძლია ესეთი ორი უმაგრესი გოგო რო დგას სცენაზე, არ ვუთხრა ეს კომპლიმენტები. ესე იგი მიხარია რომ ეს შერკინება მოხდა, იმიტომ რომ ორივეს აქვს ზუსტად ერთ სიბრტყეზე აღმოცენებული ტემბრი და ძალიან უხდებათ ეს მიმართულება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდები არიან და აი ამ თანამედროვე მუსიკასთან პირდაპირ არიან გადაჯაჭვულები, ვფიქრობ რომ ფაქტობრივად იდეალურად შეასრულეთ ორივემ და ძალიან მიჭირს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვერ ხვდები ახლა რომელი უფრო უკეთესია. ამ შემთხვევაში რა, ამ შემთხვევაშიც დაგეთქვა. ხო. წინა შემთხვევებიც მქონდა რთული. კი. არ ვიცი. აი, რა თქმა უნდა მე შევეცდები რომ ობიექტური ვიყო. მაქსიმალურად ჩემთვის მთავარია ამ შემთხვევაში თქვენი გულშემატკივრების აზრი ნაკლებად მან ორივე მიციან, ორივემ ჩემი მათდამი ძალიან მეგობრული და თბილი დამოკიდებულება რომ მაგრამ ისიც იციან რომ შენ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო და იციან როგორია ვოისის დაუნდობელი წესები. ამიტომ შენ უნდა გვითხრა, ვინ არის რინგის გამარჯვებული, ვინ რჩება პროექტში, რუსკა თუ ელენე? რა გავაკეთო ანდრე? შენ უნდა გადაწყვეტო. რა გავაკეთო? ნოდიკო ძმურად მირჩიე რამე. გოგოების სუბიექტურები იქნები, არჩევა რო ვკითხო მაინც. მე უფრო მეტად სუბიექტური იქნები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორივე ძალიან ლამაზი გოგო, ორივე ძალიან კარგად ვღერის, ორივე ძალიან ნიჭიერია და ანდრი, ეს ის შემთხვევა, როცა ვერ ვიტყვი რომ დაუშვათ რუსკა უფრო კარგი იყო თუ ელენე უფრო კარგი იყო. ორივე ძალიან კარგი იყო. ორივე ძლიერია. ეხლა შენ უკეთ იცი როგორ მუშაობდნენ ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში. და შენ ზუსტად ხედავ მათ ძალიან მაგრამ მუშაობ. ანდრი ნერვიულობენ გოგოები. არც მე კიდე მოვხმები ამ სიმღერას და ვიცეკვებდი დიდი სიამოვნებით. ნუ ცალაღა დაგიმალო, მაგრამ კარგი იყო ძალიან. ანდრი 3 2 1 გთხოვ და აფიქსირო შენი გადაწყვეტილება. ვის იტოვებ გუნდში და ვინ მიდის სახლში? რუსკა თუ ელენე? ერთი წუთით ერთი დარბას გთხოვთ რომ რამდენიმე წამით მივცეთ საშუალება წუთინელს რომ დაფიქრდეს და დააფიქსიროს თავის გადაწყვეტილება. გოგოებო, მოდით ჩემთან. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? ესე 3 2 1 ერთი წამით მესმის რომ თქვენ გულშემატკივრობთ ორივე მხარეს და მაგრამ იცოდეთ როგორ მიჭირს და აი როგორი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ და არ ვიცი რა გავაკეთო. არა მართლა აი ტიტუ პროექტში რჩება ელენე. ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ ელენე რჩება პროექტში. რუსკას ვემშვიდობებით, სამწუხაროდ ჩვენ უკვე აღარ გვაქვს უფლება რომ გამოვიყენოთ ასე ვთქვათ პროექტის წესები და რომელიმე სხვა მწვრთნელთან გაგიშვათ. რუსკა ჟიჟიაშვილსაც ვემშვიდობებით და გთხოვთ რომ გავაცილოთ აპლოდისმენტები. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და მიიღებთ მონაწილეობა ვოისში. აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ეს იყო ალბათ ჩემს გუნდში ყველაზე თანაბარი ბრძოლა. თან ორი ერთნაირი მიმართულების გოგო. ვოკალურად აბსოლუტურად ერთნაირები და არც ერთმა ტოლი არ დაუდო. ფაქტობრივად გავიჭედე. ძალიან მომეწონა ჩვენი რინგი. ძალიან გველი დამწყნა იმაზე, რომ რუსკამ პროექტი დატოვა, იმიტომ რომ ძალიან დაუმეგობრდი. ძალიან კარგი გოგოა. რინგი იყო ისეთი, როგორც მე და რუსკას და ანრის გვინდოდა, ცეცხლოვანი, შევასრულეთ გონი რომ კარგად და კვაყოფილი ვარ. ძალიან კვაყოფილი ვარ.
გული მწყდება კი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი და დავმეგობრდი. სხვა მხრივ არა, იმიტომ რომ ყველაფერი წინ მაქვს დარწმუნებული ვარ.